დააყადაღებენ თუ არა საქართველოს უნივერსიტეტის ქონებას. პროკურატურამ უმაღლესი სასწავლებლის წინააღმდეგ საქმე აღძრა. გამოძება ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა მთელი საინფორმაციო კამპანია საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ. სასწავლებელს ახლა იმ შენობებსა და მიწას ედავებიან, რომელიც მილიონებად აქვს ნაყიდი აუქციონით. მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გახდა ცნობილი, რომ დაწყებულია საქართველოს პროკურატურაში გამოძიება, როგორც ინფორმაციაში იყო მითებული, საქართველოს უნივერსიტეტზე ქონების უკანონო პრივატიზაციის ფაქტზე და საუბარი შენობებზე, სადაც განთავსებულია დღეს საქართველოს უნივერსიტეტი. აღნიშნული ქონების შეძენა განხორციელდა 2007-2008 წლებში სახელმწიფოს მიერ პრივატიზების გზით. პროცედურების სრული დაცვით უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კანონსაწინააღმდეგო ჩადენილი არაფერი არ ყოფილა და ისინი მზად არიან კვლავ თანამშრომლობისთვის საქართველოს პროკურატურასთან.